საუბარს იაგო ხუჩიასთან გირჩიდან საღამოშო გისა მადლობა იაგო. მოგესალმები ვახო, მადლობა მოწვევით. მუდმივად საუბარი იმაზე ბოლო წლების განმავლობაში რომ არის ქვეყანა გარე შემოტევის მსხვერპლი. გაქვთ თუ არა თქვენ ეს განცდა? გარე შემოტევი ვინ გვიტევს? ხელისუფლება, გარე ძალები. ხელისუფლების პოზიცია ასეთია. მე ვიცი მაგალითად რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. თუ ამას ჩავთვლით რომ გვიტევენ, კი ბატონო გვიტევენ. მაგრამ ხელისუფლება ხშირად იძახის რომ ჩვენ რაღაცა გვიტევს deep state-ი, გვიტევს რაღაცა პროდუქტად და მე გულისხმობენ ჩვენ რაღაცა NGO-შნიკების რაღაცა უაზრო ღონისძიებებს. მაგას მე შეტევად ვერ ჩავთვლი ზოგადად, ანუ რომც ვინმე ჩანაფიქრი ქონდეს, ჩვენი ვიღაც მოსულელო NGO-შნიკები რო იძახიან დროებით მთავრობას ვაკომპლექტებთ და რაღაცა გეგმები დარბიან, მე არ ვიცი ეგ შეტევად უნდა ჩავთვალო თუ უბრალოდ აბსურდად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უფრო ხშირად იყენებს რაღაცას რო ხალხს უთხრას რომ მე მიტევენო, ვიდრე რეალურად უტევენ. აი მაგალითად გასული წლის 5 მაისს ესტონეთის, ლიტვას, ესტონეთის, ირლანდიის და ლატვიის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ხო რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არის თუ არ არის? ნუ რავი, ახლა რა შეტევა ვიღაცა ელჩი მივიდა სადღაც მიტინგზე, ამას შეტევად რანაირად უნდა განვიხილო ეს. ელჩი ხო წარმოადგენს თავის სახელმწიფოს? არა, ზოგადად რომ გიბე როთიც იყო თუ არ ვწდები მაშინ და კიდე ვიღაცები, მე ეს უცნაურად მეჩვენა მაშინაც, მაგრამ ახლა რო გითხათ რომ მე შევთვალე რომ ჩვენ გვებრძვიან, ჩვენს ხელისუფლებას ებრძვიან და საქართველოს ებრძვიან, მე ასე სერიოზულად ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ ანუ არ მიმაჩნია რომ ამითი ან ხელისუფლებას ან რაღაცა საფრთხე ემუქრებოდა. პირიქით მე ვფიქრობ რომ მსგავსი ტიპის როგორ გითხრა არა კოორდინირებული ან გაუაზრებელი ქმედებებით არაფერი შედეგები არ დამდგარა ხელისუფლების საწინააღმდეგო. პირიქით სანქციები რეზოლუციები რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული თქვენ გახსოვთ ეს შემოტევათ ანუ რა არის ეს არის გარკვეულწილად ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა თუ ეს მეგობრული განცხადებებით უნდა აღვიქვათ? არა, შეიძლება არ იყოს მეგობრული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არც სუვერენიტეტში მე რო სიტყვას სადღაც გერმანიაში წავიდეთ, თქვა ამ ქვეყნის პოლიტიკოსი ყოფილა კიდეც რაღაცა მიტინგი დამინახავს და მივსულა ამ მიტინგზე და სიტყვით არ გამოსულა, მაგრამ ხო რო იყო საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსი და მიხვიდეთ იქ ანტისამთავრობო აქციაზე ეს ანუ მე არ მომწონს არც მაშინ არ მესმოდა და თუ არ ვწდები ვაკრიტიკებდით კიდე სანდროს თუ არ ვწდები ამასთან დაკავშირებით განცხადებაც კი ხონდა როთი რო იყო თავის დროზე მისული და ჩვენ ამით არასდროს არ ყოფილვართ აფთოვანებულები ზოგადად როგორც ასეთი. უბრალოდ მეორეს მხრივ ახალ სახელმწიფო ამბობს რომ 4 ელჩი მივიდა სადღაც მიტინგზე და ამით რევოლუციას მისყობდნენ, რომ ასევე არასერიოზულად მეჩვენება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების და მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების რაღაც სპეციფიური დამოკიდებულება ერთმანეთთან, რომელიც რაღაცა გარემოებების შედეგად იცვლება, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ ერთი პერიოდი ძალიან ჩახუტებული იყვნენ ერთმანეთს. და პირიქით, ანუ მე მახსოვს შემთხვევები, როდესაც ბევრი შეხვედრა ყოფილა ისეთი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები, ჭუკჭუკებდნენ ჩვენი პარტნიორების ელჩებთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩვენ ვკტეხავდნენ. ნუ ჩვენ არ ვიყავით იქ მოწვეულები და მახსოვს რომ ერთხელ სადღაც სანდროს შევარდა კიდეც იმაში პრეზიდენტის სასახლეში რაღაცა მსგავს შეხვედრაზე და საერთოდ არც კი შეუშვეს შიგნით. შენ არ ხარ მოწვეული უთხრეს და ხელისუფლების წარმომადგენლები მიხითრიდნენ და ჭუკჭუკებდნენ. ხან ისინი ჭუბობდნენ. გასაგებია. აქედან იაგო კიდევ იყო იმის ომის პარალელურად, რაც უკრაინა-რუსეთს შორის არის ომი, ჩვენ გვესმოდა იგივე თქვენი კოლეგების მხრიდან, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, თითქოს აი რაღაცა სანქციებს ვარღვევთ, რომ რუსეთს ვეხმარებით, რაღაც შავი ხვრელებით, მუდმივად რომელიღაცა პორტზე საუბარი. ეს როგორ უნდა ჩაითვალოს? არ არის ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, არ ზიანდება საქართველოს აი ამ განცხადებებით ჯერჯერობით არც ერთი ფაქტი არ დასტურებულა ხო ოფიციალურად რომ რაღაც სანქციების გვერდით ასავლით ეხმარება საქართველოს. მინიმუმ ასეთი განცხადებების კეთება რას ნიშნავს? იცით როგორ არის ახლა მე თქვენ თუ ზოგადად მეუბნებით რაღაცაზე ის ზოგადი ფაქტი ხო არ არის წინაპირობების გარეშე. ამიტომ უნდა განვიხილოთ წინაპირობებით, ხომ? და ამ წინაპირობების მხოლოდ ნაწილი ვიცით ჩვენ. ამ წინაპირობებში, როგორც გითხარით, თავიდან შეხმატკივრილებული ჭუკჭუკებდნენ. მერე რაღაც აირია. ამ არევაში საქართველოს ხელისუფლებამაც მიიღო მონაწილეობა, ისინიც აკრიტიკებდნენ და დღესაც აკრიტიკებდნენ და სულ ხვდებით ამ რიტორიკას. მერე ისინი პასუხობდნენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ ყველაფერს.
საბოლოო ჯამში ამას ეწირება ქართული ხალხის ინტერესები, მაგრამ მე ჩემგან რა სიტყვით, მე თქვა რომ ეს რევოლუციისთელობა იყო. მე თქვენ კოლეგებზე გეკითხებით, ვინც ბრიუსელს მიმართავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა და სხვადასხვა მე მაგ ხალხთან არ ვარ. მოდი აქედან დავიწყოთ. თქვენი შეფასება მინდა ვიცით რა. მე მაგ ხალხთან არ ვარ. მე ზოგადად თქვენ იცით ჩემი კრიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ თავის დროზე ამ ხალხმა ძალიან არასწორ ხალხზე დადობსონი აქვს. უფრო მეცაც გეტყვით, ძალიან არასწორი ხალხი გამოუშვა აქ საკითხის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემების ბუკეტი. აი თავის დროზე ხშირად მithქვამს და ამიტომ არ უყარვარ ამ ხალხს მოგეხსენებათ. რომ ნაცვლად იმისა, რომ აერჩია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ნაცვლად იმისა, რომ აერჩია ნორმალური ხალხი ამ ქვეყნიდან, რომელსაც პატივისცემა აქვს ამ ქვეყანაში, რომელსაც ავტორიტეტი გააჩნია, ამის ნაცვლად მათ აერჩიეს ინგლისური ცოდნე თარჯიმნები. და შესაბამისად დიპლომატია საქართველოსთან და მათი მიზნების განხორციელებას, რაც უნდა კეთილშობილი ყოფილიყო ეს მიზნები, ახორციელებდნენ არა ქართველი ხალხის მიერ მისაღები ადამიანებით, ან გონიერი და კვალიფიციური ადამიანებით, გამონაკლისებს არ ვამბობ, გამონაკლისები ყველგან არსებობენ, არამედ თარჯიმნებით. და შესაბამისად სრულად აცდნენ რაღაც მომენტში საქართველოს მოთხოვნებს, მაგალითად არა მხოლოდ საქართველოს, კაცო, ჩემი აზრით იმ ხალხის უდიდესი ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან აქ ჩამოდიოდა და აქ კიდე მისი დაქალები და ძმაკაცები აქ ხვდებოდნენ, იმათ არც დასავლეთზე არ ხონდა წარმოდგენა და არც საქართველოზე. მაგალითად, ჩვენ დასავლეთად შემოგვასაღეს მეოთხე თაობის ფემინიზმი შემოგვასაღეს, რაღაცა იდენტობის პოლიტიკა, რაღაცა გენდერ-შმენდერ, რაღაცა უაზრო ამბები. და ვიცით, რომ ამას აქაც ყავდა ლობისტები საქართველოში და ყავს ლობისტები და ვინც მოდიოდა, იმასაც ეს მოქონდა. ნაცვლად იმისა, რაც არის ნამდვილი დასავლეთი, იმაზე გველაპარაკა. რა არის ნამდვილი დასავლეთი, რაც ჩვენთვის არის დასავლეთი, რაც მეც მომწონს, თქვენც მოგწონს, რისკენაც რაც არის ისტორიული ტოლვა ქართული ხალხის. ეს არის საკუთრების პატივისცემა, თავისუფალი სასამართლო, გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიმოსვლა, რაზეც დგას ზოგადად დასავლეთი, რაზეც იდგა. და ამის ნაცვლად დასავლეთში შეიქმნა პრობლემები. ეს პრობლემები საქართველოშიც გავრცელდა. შესაბამისად ის ხალხი, რომელიც დასავლურ ღირებულებებს ავრცელებდა სამყაროში, მათ შორის საქართველოში, დაიწყეს აქ არა ნამდვილი დასავლური ღირებულებების გავრცელება, არამედ ფეიქ დასავლური ღირებულების გავრცელება. ფეიქ ადამიანებთან ერთად. დღესაც უდიდესი ნაწილი ზოგადად ეგრეთ წოდებული პროდასავლური ოპოზიციის თუ NGO სექტორის სიტყვაში არნაირი პროდასავლელი არ არის შინაარსობრივად, ანუ ჩვეულებრივი მათაც იგივე უნდათ, რაც საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ ძალაუფლებაში რო არ არიან, თვითონ ეს უტყდებათ. თორე არც ერთ მათგანს არ უნდა სინამდვილეში, არც თავისუფალი სასამართლო, არც რაც მეწეღან ბიუროკრატიისგან და რეგულირებებისგან თავისუფალი ქვეყანა, არც სიტყვის თავისუფლება, იცით რომ იმისი რა ქვია, ალტინფოს დახურვას ითხოვდა მთელი პროდასავლური ბაბლი, თუ გახსოვთ. ზოგადად დასავლური ღირებულებების დიდი ნაწილი მათ შორის დასავლეთშიც გაირყნა და საქართველოში შემოვიდა გარყვნილი სახით. აქ არ დახვდა არავინ კრიტიკული მოაზროვნე საქართველოში, რომელიც იმიტომ თარჯიმნები იყვნენ. თარჯიმნებს კიდე არ გააჩნიათ, თარჯიმნებს კი არ ვაკეთებ შეურაცხყოფას, კაცო, ხალხმა ვინც თარჯიმანია და თავის საქმეს აკეთებს, ის ადამიანი პროფესიონალია, მაგრამ უცბად რომ ეს თარჯიმანი რო წაიყვანო და ალაპარაკო კონკრეტულ საქმეზე. კი არა თარგმნინო, არამედ როგორც საქმის სპეციალისტი. იმის ადგილას ვისინ ალაპარაკებიც უნდა თარგმნოს, იმის ადგილას თვითონ რო დასვა. იქ ხო რაღაც პრობლემა შეიქმნება, იმიტომ რომ ის კაცი სხვა რამის სპეციალისტია. ძალიან დასაფასებელი საქმის. მაგრამ იმ საქმესთან რაც დასავლეთიდან ღირებულებების შემოტანას შეეხება, არაფერი კავშირი ამას არ ქონდა. და ამას არ ამბობს ხელისუფლებაც, რომ ეს არ არის დასავლეთის ღირებულებები, ახლა რასაც აკეთებენ. ახლა რაც შეეხება ხელისუფლებას. ხელისუფლება ყოველთვის იყო მათი პირწავარდნელი თანამზრახველი. ერთად იჯდნენ და ერთად კვლავდნენ გამოხატვის თავისუფლებას მთელი 4 წლის განმავლობაში. აი თქვენ რო ნახოთ პარლამენტში კანონის 4 წლის მე სადამ ვიყავი მიღებული კანონები, იქ წერია ხემოთ რომ შეესაბამება თუ არა რაღაცა ევროკავშირის რაღაცა დირექტივებს, რაღაცებს და იქ ეწერა ყველა არგუმენტი. შალვა პაპუაშვილის იყო რომ თქვენ ევროპა არ გინდათ, როცა ჩვენ ვაკრიტიკებდით ამას, თქვენ ევროპა არ გინდათ, ეს არის მოთხოვნა, ჩვენ ევროკავშირის დირექტივებს ვასრულებთ და ასე შემდეგ. უფრო მეცაც გეტყვით. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებები, აი ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხარდერი კავშირი არ გააჩნია თავისუფალი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. თქვენ რო ნახოთ, აი ახლა რო ხალხს იჭერენ. დიახ. ზოგს ნარკოტიკზე იჭერენ, ზოგს რაღაც გამოხატვის თავისუფლების, ზოგს ტროტუარზე დგომაზე, ზოგს რაღაცაზე იჭერენ. ყველა მათგან ბალვანკები აქვთ, აი შაბლონები აქვთ გაკეთებული. ეს რაღაცა ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით. ვითომ კანონში წერია, რომ სტანდარტი უნდა იყოს, უნდა შეესაბამებოდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და უწერიათ სასამართლოს გადაწყვეტილებები რას ვითომ რაღაცა შეესაბამება და არაფერ შუაში ეს გადაწყვეტილებები ამ საქმესთან არ არის. აი ადამიანს რო დაიჭერ კანაფზე,
და ციხეში რო ჩასვამ. შენი სასამართლოს გაწყვეტილება რო გაქვს საკონსტიტუციოსი, რომელიც გეუბნება რომ არ დაიჭირო. და შენ რო ევროსასამართლოს რაღაცა გადაწყვეტილებებს იშველიებ. იქ რაღაცა ისინი გაქვს სტანდარტები, ასეთი სტანდარტი მტკიცებულებების მიღების თუ დამაგრების სტანდარტი და ჩვენი რატო გამწვავდა? ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილებები გაფორმებულია ევროპულად. ჩვენი კანონები გაფორმებულია ევროპულად. ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მოგეხსენებათ, სადაც ჯერ თავის დროზეც განსაზღვრეს ისინი ევროპული კანონები ქონია დაბალასებისთვის ოპოზიცია. ხო, არა, ნახეთ, უბრალოდ ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპამაც უღალატა თავის ევროპულ ღირებულებებს და ქართულმა ოცნებამ ჯერ ხო ევროპული არგუმენტებით ზღუდა გამოხატვის თავისუფლება და ახლა თან ევროპას ებრძვის, მაგრამ თვითონ ისე იქცევა რასაც ევროპას აკრიტიკებს. იეგო, არ ქონდა თქვენ იმის განცდა, რასაც თქვა საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდათ და გარკვეული ინტერესები ქონდა ევროპასაც ამის. არ ვიცი, მე საქართველოს ოცნებამ თქვა, რომ 5 ჯერ ვიწყობდნენ რევოლუციას. თქვენ გიგრძნობთ ამ ქვეყანაში რომ რამეულ რევოლუცია ხდებოდა? ეს ნორმალური რეჟიმი იყო, აი ამ წლების განმავლობაში რაც ხდებოდა. არანორმალური რეჟიმი არის ამ ქვეყანაში, რაც დავიბადე მე მის მასმერე. რომელიმე თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ, რომელი წელი, ერთი წელი დაასახელოთ და ამ წელს ჩვენ ნორმალური რეჟიმი გქონდა. მე ეგეთ წელი არ ვიცი. და შესაბამისად როგორ გითხრათ, რომ ნორმალური იყო ბოლო 4 ან 5 წელი, მაგრამ რევოლუცია რო ხდებოდა ამ ქვეყანაში გიგრძნიათ? რევოლუციას გრძნობ, როდესაც მოხდება რევოლუცია. 2003-ში მე გადაღებებზე ვიდექი იქ და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესე მოხდებოდა, რომ ვიღაცა პარლამენტის კარს გააღებდა და შეცვლიდებოდნენ, ხო? ხო, მაგრამ აი მე ამ ქვეყანაში ვფიქრობ, რომ ადამიანებს რო კითხო, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ გადავრჩით ჩვენ რაღაცა რევოლუციას, რომელსაც აწყობდნენ საქართველოში NGO-ები. NGO-ებმა რა რევოლუცია უნდა მოაწყონ? ხალხი მაგათ დანახვაზე იშლება, მიტინგშლიან, 100,000 კაციან მიტინგით შეუძლიათ დაშალონ. და იმ ხალხმა რა რევოლუცია უნდა მოაწყონ? აბა ეხლა რა მოვლენები არის ქუჩაში? აი უწყვეტი პროტესტი, რომელსაც ისინი ასე უწოდებენ. ეს რა პროტესტია? ეს არის რეალურად გულწრფელი პროტესტის ნარჩენები. რომელსაც ჩემი აზრით და მინდა რომ ეს კარგად გაიგოს იმ ხალხმა, იმიტომ რომ მე ამას გადააკეთებენ ხოლმე ჩემ დათქვამს თითქოს ისე რომ ვინც იმაში რა ქვია მიტინგზე გამოდის ის მე ყველა სუსის აგენტი მგონია მაგრამ ასე არ არის ინამდვილეში მე ვფიქრობ რომ იქ არიან გულუყვილო ადამიანების გულწრფელი ადამიანების მაგრამ ცოტა ახლა უკვე დარჩენილი ძირითადად იქ სიტუაციას როგორც ეს სირცხვილი არ იყო თავის დროზე და ქოცები მართავდნენ სიტუაციას ნამდვილად ზუსტად ასევე მართავენ ქოცები მათ აწყობთ ეს იმიტომ დაკავებულია თავარი საპროტესტო ადგილი ქვეყანაში არის დაკავებული სრულად უსაფრთხო პროტესტით ქოცებისთვის შეზღუდული ლოკალური აი როგორ გითხრა უკვე გაფუჭებული ყველანაირად ანუ არავინ ადამიანები ხლა არ 100,000 კაცი იმ პროტესტს არ შეუერთდება და ხელისუფლება მაგით არ შეიცვლება ეს ყველას ესმის. სინამდვილეში ხა საჭიროა რომ ეს პროტესტი მორჩეს და დავიწყოთ რაღაც ახალი. მათ შორის ახალი არის ის რომ მოდი იმ ხალხზე მართლა ციხეში როზიან იმ ხალხს იმას კი ნუეუბნებით რომ ცოტა ხანი ჯექი ციხეში აგერ ჩვენ ვიბრძვით თქვენთან დგავართ რუსთაველზე თქვენთანავართ ცოტა ხანით და გაგეთავისუფლებთ. ეს აბსურდია გესმით? ანუ მე როგორც ყოფილმა ადვოკატმა ვიცი რომ ასე ქცევა არ შეიძლება. ანუ წარმოიდგინეთ, მე ამას უყურებ, რომ თითქოს ის ხალხი ვინც ციხეშია, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი ხალხი არიან. და მე ზუსტად ვიცი რომ როგორც ადვოკატი მე ასე არ მოვიქცეოდი. და რავი, რაღაცნაირად ვცდილობ, მართლა ადამიანურად მეწოდება ბევრი ადამიანი ვინც ციხეში უსამართლოდ ძის, ანუ მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით. კონკრეტული მაგალითი ვიცი. ყველა მიცის, აი, აქაც მithვია თქვენს ეთერში, პატა მანჯგალაძის მაგალითი. რომელიც საერთოდ ყველა მიცის, რომ არაფერ შუაში არ არის ამ საქმესთან. იქაც კი არ ყოფილა კაცი რომ ხალხი რომ დაიჭირეს პრეზიდენტის სასახლესთან, იქაც არ ყოფილა. სელფი რატო გადაიღეო პატა ბურჭულაძესთანო? ამიტომ დაიჭირეს კაცი. ციხეში ზის. ხა მე ხო ზუსტად ვიცი რომ რადგანაც ეს кейსი სანამ არსებობს, კონკრეტული მტკიცებულება ვიცი, რომელიც ყველა მიცის, რომ უდანაშაულო ადამიანის ის ციხეში. და მინდა რომ გარეთ გამოვიდეს. მაგრამ ის გზა რომელიც არის შემოთავაზებული ფიზიკურად ამ საკითხის ქოც ნაცული რაღაც აი ამ გადასაჭრელად არ არის სწორი და ეს რაღაცნაირად ხო უნდა შეიცვალოს. ანუ რამდენ ხანს უნდა იჯდეს ეს ხალხი ციხეში? და ვინმე თვლის რომ იმ ხალხისთვის ვინც ახლა ციხეში ზის სწორი საქციელია მათი უფლებებისთვის ბრძოლაა ის რომ რუსთაველზე ახლა როზის 200 კაცი ან 500 თუნდა ან 1000 და არ ტოვებს იმ ადგილს პირობითად არც სხვა გზის 4 ოქტომბერს რა გზა ქონდა ხელისუფლებას იქ რაც განვითარდა თქვა პრეზიდენტის სასახლესთან თქვენ ფიქრობთ რომ იქ არ უნდა დაეკავებინათ არც ერთი ლიდერი და ის ღობე ესე თქვენს ფიქრობთ რომ თავისით გადაინგრა? არა ნახეთ მე თქვენთან სხვათა შორის ვიყავი სტუმრად ერთი კვირით ადრე 4 ოქტომბერს და მე ვთქვი რომ ეს არის მეთქი 4 ოქტომბერს მზადდება
ხელისუფლების თაღლითობა არჩევნების მისათვისებლად. შესაბამისად, ეს თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი იყო. ამ ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლს ვიღაც სხვა პატიოსანი ადამიანები აყვნენ და ისინი აღმოჩნდნენ შარში. პაატა ბურჭულაძე იყო პატიოსანი ადამიანი. პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი ხელისუფლებასთან ერთად. და ციხეში ზის? ციხეში ზის, კი, არ არის ეგ არ არის არგუმენტი, რატო ზის ციხეში. იმიტომ რომ აბა მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, შეიძლება გადაგაგდონ, შეიძლება ფული გადაგიხადონ ციხეში იჯდე, მაგრამ არჩევნები მოიპარეს ამის ქმედების შედეგად. მაშინ ვიღაც უნდა დაუჯერო პაატა. უფრო მეცაც გეტყვი, კაცო, უფრო მეცაც გეტყვით, აი, თუნდაც ამ სპექტაკლის გამო, პირველმა მათი დამფინანსებელი გადააგდო, თქვენ ხო იცით? თქვენ ხო იყავით ქალბატონ ინგას პროდიუსერი და ხო გქონიათ გამოცდილება ტელევიზიაში მუშაობის? არა, მე პირველზე არასოდეს არ მუშაობდი, იმედში მუშაობდი თავის დროზე. ხო, მაგრამ რამე შემოგახსოვს, ხო ყველას გვესმის, რომ ჩვეულებრივად 4 ოქტომბერს მოხდა თაღლითობა, სადაც თაღლითობის ხელმძღვანელი გახდა ლელოც, ქართულ ხალხთან ერთად ლელოც, რომელიც აფინანსებდა ტელევიზიას და არჩევნების დღეს 12 საათზე შეწყვიტა ტელევიზიამ ხმა მიეცით ლელოსო კამპანია და გადით რევოლუციაზე. უცბად თურმე აღმოჩნდა, რომ არავინ არაფრის კურსზე ყველა დღევანდელი რევოლუციონერები, ვინც მოგვიწოდებდნენ, რომ ცოტაც ხალხოდა ვამხობთ ქვეყანასო, დღეს იძახიან, რომ უდანაშაულოები ვართო. არ იძახიან, ხაბეიშვილმა არ თქვა უდანაშაულოა, მე არაფერ ჩამიდედა. ვის უნდა დაუჯეროთ მაშინ? არა, მაინც ერთი წამით, არა. ყველა უდანაშაულო თუ იყო ეს ხალხი. რა ის რევოლუციას აწყობდნენ, კაცო? შვიდობიანს ასე. არა, რას ნიშნავს შვიდობიანს რევოლუციას თუ აწყობდი? 4 ოქტომბერს არჩევნებზე არ მოხვიდეთო თუ ამბობდი. და დღეს ამბობ, რომ უდანაშაულო ვარო. და კითხო, რომ არავის არ უჩნდება ამ თემასთან დაკავშირებით და უამრავი ადამიანი, უამრავი პატიოსანი ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც გაყვა ვიღაცას, მართალი ეგონა ეს სპექტაკლი, ეს სპექტაკლი ზიანციხეში, ცხედანციხეში. და არავინ არ ფიქრობს ამ ხალხთან დისკუსიასაც. მე მაგალითად ძალიან მინდა, რომ მივიდე ხელისუფლებასთან და მქონდეს ამ ხალხის მანდატი, ვინ ციხეში სხედან და ხელისუფლებას ვთხოვო, რომ უბრალოდ მოდით ხალხო წესი არა ჩავატაროთ მართლმსაჯულებო, ეს უდანაშაულო ხალხი გამოვაგდოთ გარეთ. ვინც ის ხალხი თაღლითობაზე დასაჯელია. ანუ ჩემი აზრით, პაატა ბურჭულაძე, მისი მეგობრები, ესენი უნდა იჯდნენ ციხეში, ოღონდ თაღლითობაზე. არა რევოლუციის ცდილობაზე, არამედ თაღლითობაზე. აი, ხელისუფლება რო შეიცვალოს და თავიდან რო გამოვიძიოთ ეს სიტუაცია, უცბად გაირკვევა, რომ ჩვენმა მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, მათმა კიდევ ვიღაცებმა დაგეგმეს კამპანია ქოცებთან ერთად და ჩვენ ქართულ ხალხს ანუ ხაბეიშვილიც ამ ბავში გადიოდა თქვენ ამას თქვით. ხაბეიშვილს ამგას მე ხმას არ ამოვიღებდი უდანაშაულო ვარ მეთქი. არ ამოვიღებდი ხმას, იმიტომ რომ კაცო, შენ როგორ შეიძლება უდანაშაულო იყო? ეს უბრალოდ სირცხვილია, რომ უდანაშაულო იყო. სხვა ადამიანები ციხეში სხედან, შენ აყვნენ, სხვა ადამიანები ციხეში სხედან და შენ იძახი ჩემ წინამდე მტკიცებულება არ არის. რომც არ იყოს, მაშინ რატო აკეთებდი? აი, ყვილ მართალი, აი, სად გადის, ხო? აგერ ელისო კილაძე ვთქვათ, რომელიც წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თავისი ვთქვათ, გამოცემა ჰქონდა, გვესმოდა მუდამ იმაზე წერდა, რომ კორუფცია იქ და აგერ გავრცელდა მასალა, რომ თურმე კონცენტრე ქონია. მაშინ ელისო კილაძეს თავის კონცენტრში დაადგნენ. მაშინ მახსოვს ჯერის გამიკვირდა, რომ რაღაც ბრონირებული მანქანით რო ელისო კილაძე მოძრაობდა. და დაადგნენ. მაშინ მე განცხადებაც მაქვს, შეიძლება თქვენს ეთერშიც გაკეთებული, რომ ხალხო რა კონცენტრებთან ბრძოლა, აგერ ქალბატონ ეგრისოსაც კი აქვს ერთი კონცენტრი მეტი. ნათქვამიც კი მაქვს ეს თავის დროზე. მის მერე გავიდა რამდენიმე წელი. რაღაც შეიცვალა კონცეფტში. სუსის უფროსი შეიცვალა. ხო კი ბატონო, რაღაც შეიცვალა და უბრალოდ ყველა აგენტი არ გადმოიბარა ახალმა სუსის უფროსმა. ამას შეეწირა ქალბატონი ელისო. და ჩვენ ახლა ეს საზოგადოება ნაცვლად დავფიქრდეთ. თუ როგორ აქვს გადგმული უშიშროების სამსახურს ჩვენს ქვეყანაში ფეხი. რომ ქალბატონი ელისო კილაძე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ხალხს ოპოზიციონერი ეგონა, ჩემს სალამძღავად იყო დაქირავებული ერთ-ერთ ეთერში. აი უბრალოდ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა თქვენმა კოლეგამ და სეხნიამ დაპატიჟა ეთერში ჩემს სალამძღავად. ესმით? და სწორედ ასე ადამიანი ასრულებდა როლს, რომ გაელანძღა ყველასთვის ლაპი მოესვარა, ასეთი როლი ჰქონდა. და პარალელურად, რა ვიცი, ყველას ესმის დღევანდელი გაგებით ხო შეუძლებელია ის, რასაც ქალბატონი ელისო აკეთებს, სხვის ხოლცენტრებს, კონკურენტების ხოლცენტრებში რო დადიოდა. და დღევანდელი მისი ადვოკატის განცხადებით, თურმე ის არ იცოდა ზედა სართულზე თუ გვერდით ხოლცენტრი რო იყო. და იდეაში ახლა რომ ამაზე მე ვლაპარაკობ, შეიძლება ვიღაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ იცი რა, ქალბატონი ელისო ხო ოპოზიციონერია და მე მას როგორ ვაკრიტიკებ. ხო და მე მინდა რომ რაღაცნაირად ამ ხალხმა თვალი გაახილოს. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ კობახიძემ ერთ-ერთ თქვენს კოლეგაზეც თქვა რომ ის მათი აგენტი იყო. ანიტას ეძახდა ბატონ ხაბეიშვილს სუსის ფაილების თუ კრებსების მიხედვით. ცოტა ხანში ამასთან ერთად იგეგმებოდა 4 ოქტომბრის რაღაცა. ამას მოყოლებული ქალბატონ ელისოს თემა, რომელიც წლებია ყველა მიცის, რომ ასე იყო.
და თითქოს სუსმა ვერ გაარკვია, ან რაღაც სპეცსამსახურებმა ვერ გაარკვიეს, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. იქ ჩანს რომ ფარცხალაძე და სუსის ყოფილი უფროსი არის და ერთად კავშირში იყვნენ. არა, ფარცხალაძე გილჩის წევრი ხარ ყოფილა, ქართული ოცნების გენერალური პროკურორი. ფაქტია, რაც ყობახიძე გახდა პრემიერი და სუსის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ეს დაკავებები და რაღაცები გამოვლინდა, ხო? ხო და აი კი ბატონო, მაგრამ იცით როგორ არის რომ არავინ არ იცოდა ხელისუფლებაში ეს ამბავი რო ხდებოდა? არავინ არ იცოდა, ჩვენ ადამიანებს ვაჯერებთ იმას, რომ აი ეს ყველაფერი ქვეყანაში ხდებოდა და ვინც დაჭერილია რამდენიმე ადამიანი მარტო მაგათმა იცოდნენ და სხვამ არავინ არ იცოდა, რომ ასეთ რაღაცა ელისო კილაძესო კოლცენტრი ქონდა. ეს არ იცოდნენ? ეს ყობახიძემ არ იცოდა, მდინარეძემ არ იცოდა, იმ პარლამენტშიც მე ვიყავი, ყველამ ვიცოდით ეს. და მე კოცებს ვეძახდი კოლცებს ერთი პერიოდი. აქედან გამომდინარე. და ვამბობდი რომ აი რანაირად ახლა რო იძახიან ოპოზიცია ფინანსდებოდაო თურმეო. კეზერაშვილს რო კოლცენტრი ქონდა, BBC იძახდა ამას. და ჩვეულებრივად ის არ დაუსახელებიათ რომელი ოპოზიციური პარტია ფინანსდებოდა. აი ოპოზიცია ფინანსდებოდა, ოპოზიციები მეც ვარ. მაგრამ ვინმე მოვიდეს და მითხრას, აბა რომელი კოლცენტრიდან ფინანსდებოდი? არა კაცო, თვითონ არიან ბალდებლები. თვითონ თქვეს, მაგრამ საკუთარ ხალხს ხوار დაწვავენ. და ის ხალხი ვინც ფინანსდებოდა კოლცენტრებიდან, როგორ შეიძლება კოცი არ იყოს? ანუ 80% ოპოზიცია აგენტები არიან, ამას ფიქრობთ, რომ არ ვიცი კოცების თუ არა, აგენტს რა მნიშვნელობა აქვს, ვინმეს აგენტი როცა ხარ, აგენტი ხარ. არა კაცო, რას ლაპარაკობ? დღეს თუ შეიძლება ოცნების აგენტი ხარ, ხო შეიძლება სხვა ვინმეს აგენტი იყოს. მიგანიშნეთ, ვინ შეიძლება დაფინანსებული იყო კოლცენტრების ფულით. მიგანიშნეთ. თქვენ გონიერი ადამიანი ხართ, მიხვდებით. თქვენ ხო იცით, რომ ყველა არჩევნების წინ მიშას ღალატობენ. რის საფუძვლად ღალატობდნენ ის ხალხი მიშას. თავის დროზე გახსოვთ, რომ კეზერაშვილმა გამოაყო პირველი 2016 წლის არჩევნებზე ნახევარი კი არა და 4/5 წართვა იმისი, რა ქვია, წევრების მიშას. ის ხალხი ფინანსდებოდა შემდეგ არჩევნებამდე, მე უბრალოდ აფე არ გამოვიდათ და ამიტომ დანება დაფინანსებას თავი იმან ვინც იყო. ამ არჩევნებზე ახლა, აი ამ არჩევნებზე იგივე არ გააკეთა გვარამიამ, რაც ბოკერიამ წინ არჩევნებზე და საიდან ფინანსდებოდა ეს ხალხი? და როცა ვიღაცაზე საუბრობენ, რომ კოლცენტრებიდან ფინანსდებოდაო, იქ არ უნდა ითქვას ვინ ფინანსდებოდა კოლცენტრებიდან. და ყველაფერი იცის ამ ქალაქში, უბრალოდ საწოდავ მოსახლეობას არ ეუბნებიან სიმართლეს. და სიმართლე კიდე ის არის, რომ კი მართალია, კოლცენტრებიდან ფინანსდებოდა ოპოზიციის დიდი ნაწილი. მაგრამ თქვან, დაადონ სახე და ის ფინანსდებოდა ხელისუფლების ლოცვა კურთხევით. და მე ის მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ხელისუფლება როგორ აფინანსებდა ოპოზიციას კოლცენტრებით, რომ მათზე კომპრომატი ქონოდა. და ამ ახლა შეიძლება იმიტომ რომ არ გადაიბარა სუსის ახალმა უფროსმა, ყველა აგენტი არ გადაიბარა. კი ბატონო, ეს ამბავი გასკდა, მაგრამ ის ძველი ამბავი, რომ ხელისუფლება ამას აკეთებდა. თავისებსაც მოკითხეს. ხელისუფლება აქ რო იყოს, გეტყოდეთ, რომ თავისებსაც მოკითხეს, ხო? თავისებსაც მოკითხეს, ხო? ბატონი პრემიერ-მინისტრი ყოფილი ღარიბაშვილი. ზის იმის გამო, რომ სუსის უფროსს გეუბნებათ. არა, კი ბატონო, მაგრამ ნახეთ, ისინი არც ერთი არ ზიან ამ საქმის გამო. ისინი არ ზიან ოპოზიციას. ახლა ხო ითქვა, რომ აი კოლცენტრების თამბაში იყოვო. ჯერ მოდი მე არ გამიგიეთ, თქვენ გაიგეთ, რომ მითხარით. კილაძის საქმესთან დაკავშირებით აქ ხო ითქვა? პრემიერ-მინისტრი ზის იმის გამო, რომ დეკლარაციაში არ შეიტანა რაღაცა. დიახ. ანუ არაფერ შუაში არ არის პრემიერ-მინისტრი კოლცენტრებთან ამწუთას. არც ოპოზიციის დაფინანსებასთან. არც იმას, რა ქვია, სუსის უფროსზე არ გამიგია, რომ ის იმიტოზე ციხეში, რომ ოპოზიციას აფინანსებდა. არ გამიგია ამის შესახებ. მე არ ვიცი ისინი ის გამოზიან ციხეში. და მოდი ჯერ მე მაინტერესებს, დაინტერესებული პირი ვარ. მე ზოგადად ესე მგონია, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, პარტიულ დონეზე ადამიანები შეიძლება სუფთა ადამიანები იყვნენ ერთი-ორი სხვა პარტიაში. მაგრამ ყველა გასწრულია ჩვენს გარდა ოპოზიციაში. ამ კოლცენტრების საქმეზე, ამ ფულით, ყველა გასწრულია. მე მაინტერესებს, გამოძიება კარგად ჩატარდეს, მაგის იმედი ნაკლებად მაქვს, მაგრამ კარგად ჩატარდეს და ეს გასწრილი ხალხი გამოვლინდეს. და არა მხოლოდ ეს ხალხი გამოვლინდეს. არამედ დაიდოს სქემები, როგორ ხდებოდა თურმე ისე რომ ხელისუფლებამ არ იცოდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება თაღლითობით მოპოვებული ფულით. და არ მაქვს ამის უფლება, რომ ამის გაგება მოვითხოვო, რომ მომიგდეს ორი სიტყვა. თურმე ხალბატონელიცოს კოლცენტრები ქონია. ეს ვიცოდით, კაცო, დიდი ხანია. ეს ამაზე სიუჟეტებიც არის გაკეთებული ტელევიზორში. თავის დრო მე დავაგდნენ და მიაფუჭეჭეს ეს საქმე. მაგრამ შეიძლება ამოიღო ეს სიუჟეტი და ნახო. მაგრამ ახლა ძალიან მარტივი ამბავია. თუ შელიძახი რომ ოპოზიცია ფინანსდებოდა ამითი, მეც ოპოზიციონერი ვარ. და როცა ოპოზიციას ლანძღავენ, შეიძლება ვიღაც ადამიანს მეც ვეგონო. მე კი საკუთარი თავი პოლიტიკური წმინდანი მგონია ამ საგიჟეთში, რაც ამ ქვეყანაში ხდება, რომ ჩემზე არ არსებობს ეგეთი კომპრომატი. მაგრამ როდესაც თავისიანებზე ამ კომპრომატს არ ავრცელებენ,
ამით ხო ადამიანებს ატყუებენ. ახლა ისე ახალ კოალიციას. თავის დროზე გირჩი თავის დროზე გირჩი რომ ერთიანები იყავით, მაშინაც ამბობდნენ მაგალითად რომ თქვენს ფინანსდებოდით კეზერაშვილის მხრიდან. არა, ჩვენ კეზერაშვილი ჩვენზე არ დაუბრალებიათ, როგორც მახსოვს, ჩვენზე დაუბრალებიათ, რომ ბატონი ბიზნესს გამფინანსდებოდით, შეიძლება, მაგრამ კეზერაშვილი არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ამ თემაზეც გავხსნათ დისკუსია. მზად ვართ იმ ხალხთან, ვინც მაშინ გირჩი იყო, ჩვენი 4 ადამიანი, ვინც პარლამენტის წევრები ვიყავით, ჩვენგან მზად ვართ იმ 4-ულთან, რომელიც მინდროს წამოვიდა პარლამენტიდან, კიდე დანარჩენ მათ მეგობრებთან, ვინც რამეს ამბობს, თუ ვინმეს უნდა დისკუსია, დავჯდეთ და გავარჩიოთ თითოეული თეთრი. ასეთი ერთადერთი პარტია არის ამ ქვეყანაში. აი დანარჩენი ყველა პარტია. ნუ ხა არ ვიცი, შეიძლება კიდევ პატარა პარტიები არსებობდნენ, რომელსაც სხვა ყარა ჰქონდათ, მაგრამ ძირითადად ყველა რაღაცა ტიპის ფულით არის გასწრული და მე მინდა რომ სიცხადე მოეფინოს ამ თემას და გაირკვეს ვინ ფინანსდებოდა კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტია ოპოზიციური ფინანსდებოდა თაღლითობით მიღებული. მადლობა იაგო ხუჩიას და ბატონი